მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე და დღეს სხვა თემაზე ვაპირებდი რომ ჩამეწერა ეს ქაშლა, მაგრამ ბოლ მომენტში ვიფიქრე რომ რაღაც სხვაც რო ჩავწერო, მე მგონი საინტერესო იქნება. ასე რომ დღევანდელი გაშლა იქნება რა ცვლილებები იქნება ახალი რა მოვა და რა ცვლილებები იქნება შენს სასიყვარულო სფეროში, ხო? მაგალითად, ამ 15 დღის განმავლობაში, ხო? ვისაც სურვილი აქვს, უფრო მეტ მანძილზეც შეუძლია ჩაიფიქროს ეს გაშლა, ხო? და რაღაც უფრო მეტი დღე, მაგალითად, მაქსიმუმ 1 თვე იმის იქეთ არ არის ანდო რეზულტატები, მით უმეტეს ეს არის საჯარო გაშლა, მეგობრებო, ხაზი გავსვათ ამას და არ დავივიწყოთ, ხო? საჯარო გაშლა არის ზოგადი, ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, რომ უფრო მეტად კონკრეტულად განიხილოთ თქვენი სიტუაცია, ან კონკრეტულ პიროვნებასთან ერთად, ან ზოგადად რომელიმე სფეროსთან დაკავშირებით, გირჩევთ, რომ მოხვიდეთ ინდივიდუალურ ტარო სესიაზე და ასე უფრო მიიღებთ კონკრეტულ მინიშნებებს და პასუხებს, ხო? წითელი სანთელი მინთია, მაგრამ ისეთი გრძელია, რომ არ ჩანს აქ ჩემს კადრში. ხო, ასევე ამ შაბათს იქნება ჩემი არხის ფსიქოლოგია ტაროსი, უბრალოდ ჩვენი არხის ფსიქოლოგია ტაროს იუბილე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ საჩუქარი გავუკეთო ყველა ჩემს გამომწერს, ვინც ახლახან შემოგვერთა, ვინც ეგრევე ადრინდელ პირველი ნაბიჯებიდან ჩვენთან იყო, ხო? განურჩეულად ამისა ყველასთვის. ვაკეთებ ამ შაბათს ლაივ ჩართვას. კითხვა-პასუხის რეჟიმში, ხო? თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შემოხვიდეთ ლაივში, დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხი, ხო? რა თქმა უნდა, ერთი კარტი თითო პასუხზე, ვეცდები შეძლების და გვარად, რომ უმრავლესობას გავცე პასუხი და იქნება საინტერესო. ასე რომ აუცილებლად შემოდით, არ გამოტოვოთ, ხო? ინფორმაცია სად როგორ წერია community-ს ველშიც და შორთის ვიდეო არის, სადაც ასევე წერია ინფორმაცია. ხო, ეს არის რაც მინდოდა ისეთი მეთქვა, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ენერგეტიკული ბალანსისთვის აუცილებელია, რომ თქვენი მადლიერება, სიხარული გამოხატოთ დალაიქების სახით, კომენტარის დატოვების სახით, თუ არ გამოგიწერია ჯერ არხის გამოწერის სახით, ხო? ეს ჩემთვის არის სასიხარულო და ასე რომ ვთქვათ, მადლობის ტოლფასია, ხო? რადგანაც ამას ვაკეთებ თქვენთვის და შესაბამისად მეორე მხრიდანაც რაღაც უნდა დაბრუნდეს, ხო? ლაიქი, კომენტარი ან გამოწერა, ან სამივე ერთად, ხო? ვისაც როგორც გირჩევნიათ. კარგი, დავიწყოთ, ესე იგი იქნება 3 პოზიცია, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია, დღეს იქნება 3 სხვადასხვა დასტა. რომელი დასტაც უფრო მოგწონთ, ის აირჩიეთ. არ გინდათ დიდი ხანი ფიქრი, იმიტომ რომ ინტუიცია მუშაობს. წამები, პირველი წამები ეგ არის ინტუიცია, მერე უკვე ჩვენი ანალიტიკური გონება ერთვება, ასე რომ შეგიძლიათ დაპაუზოთ, უცებ ფოკუსირდეთ და აირჩიოთ, ხო? შეგიძლიათ 3 პოზიციას მოусმინოთ, შეგიძლიათ 2, შეგიძლიათ 1. ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ და აირჩიეთ. აქ კანონი ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. დავიწყოთ, ხო? ვისაც დრო ჭირდება, შეუძლია დააპაუზოს, მე კი დავიწყებ. პირველი პოზიცია. ნახოთ, აბა, პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში რა ცვლილებები გველის, ხო? მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში, ხო? ვისაც უნდა მაქსიმუმ 15 კი არა, 15 დღის განმავლობაში და მაქსიმუმი შეიძლება 1 თვე ავიღოთ, ესეც შეიძლება, მაგრამ მე მაინც 15 დღეზე მექნება აქ გათვლა ამ ინტერპრეტაციებში. დავიწყოთ. აბა, პირველი პოზიცია. რა ხდება პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში ახლა? ხო? ეს იმისთვის, რომ ნახოთ ეს თქვენი პოზიციაა თუ არა. რა ხდება პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში ახლა ამ ეტაპზე? რა ხდება მის სასიყვარულო სფეროში? რა ენერგეტიკული ფონია, რა ვითარება? რა ცვლილებები მოხდება მის სასიყვარულო სფეროში აი ამ 15 დღის განმავლობაში, ხო? ზუსტად რა ცვლილებები მოხდება და პიროვნება, ვის გამოც იქნება ეს ცვლილებები, ხო? რა თქმა უნდა, პირველ პოზიციის გარდა ის პიროვნება, ვინც აქტიურებს პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში, ხო? და შედეგი მისი სასიყვარულო სფეროში. ამ
15 დღის განმავლობაში, ხო? ნუ აქ კიდევ დავსვამ მე შეკითხვებს, მაგრამ დავიწყოთ ასე. რა ხდება ახლა? ახლა არის აქ ოცნებები, ახლა არის სურვილები, შესაძლოა პირველ პოზიციის ეს ყველაფერში იყოს ვიღაცა ისეთი ადამიანი, ვისაც შენატრით, ან ვინმაც დაგაინტერესათ და ვიღაცაც ოცნებობთ, არ გამომრიცხავ, ზოგთან იყოს ესეთი პეპლების ეტაპი, რომ აი ეს აგავიცანი და რაღაცა ვოცნებობ ან ვფიქრობ ამ პიროვნებას, ან მინდა რომ რაღაც განვითარდეს ამ პიროვნებასთან, ხო? და ასევე ზოგადად ის ეტაპიც, რომ რაღაცას შენატრით, რაღაცას ელოდებით, რაღაცაზე ოცნებობთ. და მთავარი აქ არის ოცნებები. ესე იგი, დაიბრუნდეთ ვკითხოთ, აქ პირველ პოზიციასთან ახლა რაც ხდება, ეს არის ასეთი ოცნებები, თუ კონკრეტულად ვიღაცას შენატრის. ნუ ვიღაცასაც შენატრით და აქ არის რაღაც ოცნებები, ხო? შესაძლოა იყოს რაღაც მიწერ-მოწერებიც ვიღაც კონკრეტულ პიროვნებასთან, მაგრამ აქ არის ისეთი უფრო ოცნებები, ხო? ასეთი სიტუაცია უფრო მეტად პირველ პოზიციასთან. ოკეი, კიდევ გამდგომარეობა აქვს ახლა პირველ პოზიციას მისცეს ყველაფერში. ნუ თასები, სულ ისეთი ემოციები, ასეთი ავსებულია ემოციებით, ხო? ძალიან ესე მშვენია, ნირვანაში აქვს პირველ პოზიცია რა. საერთოდ არ ვიცი, მიყვირს რა ხდება, რატო უსმენთ ამ კაშას. იმიტომ რომ საერთოდ ისეთი ენერგიები, რომ everything. All right? არაფერი არ მაწუხებს, ძალიან რელაქსში ვარ და ძალიან ესე მშვენივრად გზნობ თავს. შესაძლოა კიდევ იყოს ვიღაც, ხო? ვიღაც ისეთი პარტნიორი, ვისთანაც რაღაც ასეთი სიტუაცია არის. შედეგად გრძნობთ თავს ასე, ხო? ესეც შეიძლება იყოს, რაც ნუ აქამდეც გავაშლელი, ხო? მაგრამ ზოგადად ენერგეტიკულად, აი, გადასარევი ენერგიებია პირველ პოზიციასთან. არანაირი სტრესი, არანაირი რაღაცა სევდიანობა, არანაირი არაფერი მსგავსი. მე მომწონს ეს ვითარება აქ, ჩვენიერია. კარგი, ნუ რა ცვლილებები გველის მაშინ? ზუსტად, აი რაც ზუსტად დიდი ალბათობით მოხდება პირველ პოზიციის ეს ყველა სფეროში, რა? აქ ცვლილებები. ესე იგი, აქ რა ცვლილებებია? დავწევ უკან რო ეს ასე ავწევ. აქ რა ცვლილებებია? აქ არის თვითონ პირველ პოზიციის ცვლილებები, რომ უფრო საკუთარ თამთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით მისცეს ყველა სფეროში, თუ ვინმესთან დაკავშირებით. არა, აქ არ არის ვინმე, აქ საკუთარ თავთან დაკავშირებითაა ცვლილება. ნუ რაღაც თქვენი პოზიცია, თქვენ სასყოლო სფეროში, იმას თუ რასაც ეძებთ, ხო? აი, რას ვეძებ, ვის ვეძებ? აქ უფრო მეტად საკუთარი კომპლექსებიდან გამოსვა, ხო? ვისაც სასყოლო სფეროში ახლა აქვს, ან ეს აქონდა, ან ჯერ კიდევ რაღაც გრძნობთ, რომ მაინც არის ეს სიტუაცია, სადაც არა ფასებთ სათანადოდ თქვენ თავს, ხო? ვერ ხედავთ, ან ხედავთ, მაგრამ ვერაცნობიერებთ თუ რა დონემდე არაჩვეულებრივი ხართ, რა დონემდე მშვენიერი ხართ. სინამდვილეში როგორ საუკეთესო პარტნიორს იმსახურებთ, ხო? როგორ ურთიერთობას მართლა იმსახურებთ და ამის ღირსი ხართ, ხო? აი, შესაძლოა ეს ბოლომდე არ ხდებოდეს პირველ პოზიციის ეს ყველა სფეროში. პირველ პოზიცია ბოლომდე ვერაცნობიერებს აქ რა მაგარი ტიპია, როგორი ლამაზია, როგორი არაჩვეულებრივია და ის რომ მართლა იმსახურებს, ხო? აი თვითონ აი ამაზე არის აქ ფოკუსი პირველ პოზიციის ეს ყველა სფეროში, რომ ეს შეიცვალოს. აქ არ იქნება ის, რომ მე ვიღაცას ველოდები, აი ვიღაცა გამაბედნიერებს, ან მე მსხვერპლი ვარ, ან მე ტოქსიკურ ურთიერთობაში შევდივარ და იქა ვარ მსხვერპლი, ან კიდე რაღაც მავნე თამაშებს თუ ეთამაშები ვიღაცებს, საჭყვარელ სფეროში, ხო? აქ არ არის ეს, აქ არის კონკრეტული გადაფასება და საკუთარ თავის იმ ადგილზე დაყენვა, რა სიტყვას რომ დაყენება, ხო? ბუდიშით დაყენება. რა ადგილსაც იმსახურებთ, რომ აი მე ვარ აი ასეთი, მე ვაფასებ ჩემ თავს, მე ვეძებ ამას და მე მივიღებ ამას. მე დაველოდები ამასობაში, მე გავაკეთებ ჩემ საქმეებს, ხო? ჩემ საქმეებით ვიქნები დაკავებული და მე მჯერა რომ მე ყველაფერი გამომივა. აქ არანაირი შიშები, არანაირი შფოთვები, არანაირი კომპლექსები აღარ იქნება. აქ უფრო აი ასეთ ცვლილებაზე არის აქ საუბარი. კარგი, კიდევ ვკითხოთ. რა თქმა უნდა, აქ დარწმუნებულია, რომ ბევრს კიდევ რაღაც უფრო უნდა, რომ ვიღაც კონკრეტული დაინახოს ამ ცვლილებებში და ამიტომაც ვკითხოთ, კიდევ რა ცვლილებები იქნება აქ პირველ პოზიციის სასყოლო სფეროში.
გამოჩნდა პენტაკლების რაინდი. ეს პიროვნება კი, ეს ახალი თუ მე ვფიქრობ, აქ ახალი პიროვნების გამოჩენა პირველ პოზიციის სასწავლო სფეროში. ახალი პიროვნების გამოჩენა, ვინც იბრძოლებს თქვენი ყურადღებისთვის. აქ ეს არის ვიღაც კონკრეტული პიროვნება, ვინც კი იბრძოლებს თქვენს როგორ თქვა, აქტიურად გამოჩნდება თქვენთან და ექნება სურვილი, რომ თქვენც მიიღოთ, თქვენც დაუთმოთ დრო. და აქ არის ეს. და აქ პირველმა პოზიციამ ხო, უნდა როგორ აქ ვკითხე, როგორ მოიქცეთ ხო ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომ გამოჩნდება ასეთი პიროვნება, ხო? დააკვირდით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი გიცოთ და რაღაცა всё რა, დამანებე დავი დაახვეო, ხო? ამასაც არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგრამ დაუკვირდით. არა ჩქარდეთ, დააკვირდით. დაელაპარაკეთ ამ თემაზე, იმ თემაზე, ხო, თქვენი პატარა ტესტები ისეთი, ასე ვთქვათ, არაბოროტული, ისეთი ტესტები ჩაუტარეთ, ასე რომ ვთქვათ, ხო, ტესტები ახლა ისეთი ნათქვამია, მაგრამ მე მგონი მშვენივრად ხვდებით, რასაც გულისხმობ აქ. ხო? და შემდეგ უკვე მიიღებთ ნაკადს, ხო, მაგრამ აუჩქარებლად, ზედმეტი მოლოდინების გარეშე, რეალისტურად შეაფასეთ ეს პიროვნება, გადახედეთ, დააკვირდით და ამ რეჟიმში, ამ სტრატეგიით შეხვდით ამ პიროვნებას, ვიზიც არის აქ საუბარი, ხო? აქ ამ პიროვნებაზე აღარ ჩავიკითხები მეც, იმიტომ რომ აქ გვიდევს ამის კარტი და ვნახოთ. ესეც ასე საინტერესო. კარგი, თვითონ პიროვნება, ხო? ვინც იქნება აქ პირველი პოზიციის გარდა, ვინც აქტიურობს თქვენს Ace of Wands, ტუზი კვერთხების. აშკარად აქ პიროვნება არის და უმეტესობისთვის ეს არის მამაკაცი. ახალი. კი, მე ვფიქრობ ეს არის ახალი, ისეთი ენერგიული, ენერგიული მამაკაცი არა, ვერ ვიტყვით რომ ძალიან გადაენერგიაშია, გადაენერგია ახალი ტერმინი. ისეთი მამაკაცი, ვინც აქტიურად დაგსტალკავთ. ასე ვთქვათ. აქ ხო ამოვიდა, რომ Page of Swords იყავით ამ პიროვნებასთან დაკავშირებით და თვითონაც ამ პოზიციაში იქნება. ანალოგიურად მოიქცევა თვითონაც შეგისწავლეთ, თვითონაც დაგაკვირდებათ, ჩაგაკვირდებათ, დასტალკავს ყველა ქსელს, თქვენი ყველა მედია რაც არის, სადაც მიუწვდება ხელი, თვითონაც ანალოგიურ რაღაცებს ჟარგონულად რო ვთქვათ, იჩალიჩებს აქ. ოკეი. კარგი, ესე იგი, ისეთი ცვლილება აქ არის, რომ გამოჩნდება ახალი მამაკაცი. კი ბატონო. უმეტესობისთვის მამაკაცი, კი ბატონო, აქ იქნება კომუნიკაცია ამ კონკრეტულ მამაკაცთან. რა პერსპექტივა აქვს პირველ პოზიციას ამ მამაკაცთან? ეს მაინტერესებს მე, რომ ვნახოთ, ასე დავდებ, რომ გამოჩნდეს, იმიტომ რომ ჩანს აქ არის პერსპექტივა, რომ რაღაც სტაბილურ სიტუაციებში და ურთიერთობებში გადავიდეს. ხო, ეს ურთიერთობა. აქ არის პერსპექტივა. აქ უფრო რას გვსვამთ, იცი? აქ არის რაღაცა რომანი. რომანი, ვნებებით, ემოციებით სავსე და ეს სტაბილური სახე აქვს ამას, ხო? ეს შესაძლოა იყოს, ასევე აქ შესაძლოა იყოს ისეთი ურთიერთობა, რაც აგანთებთ, რაც აგავსებთ, აგანთებთ, გაგზნობინებთ თავს, რომ როგორი მიმზიდველი ხართ, როგორი არაჩვეულებრივი ხართ, ხო? ასეთი სიტუაციები და არის აქ პერსპექტივა სტაბილური ურთიერთობის, ორმხრივი სტაბილური სასწავლო ურთიერთობის. Knight of Swords. აქ გააჩნია, რა თქმა უნდა, როგორ წარიმართება სიტუაცია და აქ გააჩნია თვითონ ამ პიროვნებასაც, ხო? როგორ ნაბიჯებს გადადგამს. ასევე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად სტაბილური ურთიერთობისთვის, ხო? ორმხრივი სტაბილური ურთიერთობისთვის ამ კონკრეტულ პიროვნებასთან იქნება გარკვეული წინააღმდეგობები გადასალახი. თუ გადავახავთ და თუ ორივესთვის ეს იქნება აქტუალური, აქ კი შესაძლოა გამოვიდეს რაღაც იმ ფორმატის, ხო, სტაბილური ფორმატის, მაგრამ ზოგისთვის შესაძლოა არ არის აქტუალური სტაბილური ფორმატი, ამიტომ აქ აღარ ჩავეძიები მე ამას. და ეს არ არის ჩვენი მთავარი წამყვანი თემა დღეისთვის. ნახოთ, შედეგი, ხო, სასწავლო. Magician, აქ შედეგი არაჩვეულებრივი, აქ მაინტერესებს ახლა მე რომ დავაზუსტო აქ პირველი პოზიცია იქნება Magician-ის თუ სიტუაცია. 3-3, ორივე. აქ შედეგი იქნება შემდეგში. აქ შედეგში არის ის, რომ თქვენს ხელთ იქნება ნებისმიერი რესურსი. თქვენს ეს ყველა სფეროში, ხო? აქ შესაძლოა თქვენ არჩევნის წინაშეც იყოთ, რომ ამას მივწერო თუ ამას. ასე მივწერო თუ ისე მივწერო. დავთანხმდე, არ დავთანხმდე, ხო? და იგრძნოთ, რომ
ყველაფერი ისე არის ჩემს სასწავლო სფეროში, მე როგორც მინდა და ისე წარიმართება სიტუაცია, როგორც მე მინდა და აქ არ არის ზედმეტი ფიქრი, რაღაცა, ვიღაცას ლოდინი და რაღაცეები, ხო, როგორც უკვე ვახსენე. აქ არის აბსოლუტურად დარწმუნებულობა საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ თავში და იმის ცოდნა, რომ მე სასწავლო სფეროში მაქვს არჩევანი. გინდ ქმედებაში, გინდ პარტნიორებშიც, ხო? ეს მომენტი არის აქ და თვითონ სიტუაციებიც რაც იძლევა პერსპექტივას. რაღაცის პერსპექტივას, ხო? ეს არ არის ესეთ სიტუაციები, რომ მოვიდა, წავიდა და აი რა უნდა არისთვის მოვიდა, საერთოდ რა სისულელია. ხო? ასეთ სიტუაციები არ იქნება, იქნება ესეთ სიტუაციები, სადაც არის პერსპექტივა, ხარისხენი კომუნიკაციის, რომ განვითარდეს ურთიერთობა სადღაც იმ ლეველამდე, რაც თქვენთვის აქტუალურია, რასაც ეძებთ, ხო, მაგალითად, რაღაცის მომცემი, საინტერესო მომენტები, ურთიერთობა, ხო? აი ეს ყველაფერი არის აქ. ასე რომ აქ არ იქნება ვიღაცა გავიკველი ტიპი გამოშთა, რა უნდა არ ვიცით და მე დაიკარგა, ხო? აქ არ არის ეს თემა, მიხარია, ძალიან კარგია ეგ მირწმუნეთ მოსაუცი ამბავია. ოკეი. ახლა მე მინდა ვეკითხო აქ რჩევა. რჩევა აქ რჩევა პირველ პოზიციას, ხო? როგორ მოიქცეს მის სასიყვარულო სფეროში ამ დღეების არ აყვეთ თქვენს შინაგან ვნებებს. არ აყვეთ თქვენს ხორციელ მიზიდულობებს, ან ხორციელ ისეთ იმპულსებს, ხო? ან არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. ესეც შეგვიძლია აქ მოვარგოთ ეს რჩევაც, ხო? ზოგადად ეს ყველაფერი, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აუჩქარებლად იმოქმედოთ ობიექტურად სახით გონებით და აწონდაწონოთ და შემდეგ ცივ გონებაზე, ცივი გონებით, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და ისე იმოქმედოთ. ეს არის აქ თავი რჩევა. გავიგეთ? მადლობა პირველ პოზიციას. აუცილებლად სამაგიეროდ ენერგეტიკული ბალანსი რო აღვიდგეს, აუცილებლად დატოვეთ ლაიქი და დაწერეთ კომენტარი. ეს გამახარებს ასევე და ვისაც არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შაბათს იქნება live ტარო სტრიმი, კითხვა-პასუხით, შეგეძლებათ დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი. ასე რომ არ გამოტოვოთ. ეს მომენტი მართლა საინტერესო იქნება. ეს აღარ გვინდა. მივესალმები მეორე პოზიციას და ვნახოთ მეორე პოზიციასთან რა ცვლილებები იქნება. დასტას ვიზარდებ. ხო? და ვნახოთ ამ 15 დღის განმავლობაში, ვისაც სურს მეტიც შეუძლია ჩაიფიქროს, ხო, მაქსიმუმ ერთი დღე. ამ 15 დღის განმავლობაში რა ცვლილებები ექნება ზუსტად მეორე პოზიციას. რა ვითარება, რა სიტუაცია არის ახლა მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში. ეს რომ ნახოს მეორე პოზიციამ თქვენია თუ არა ეს პოზიცია, ხო? რეზონირდა თქვენია ეს თუ არ არის ეს თქვენი სიტუაცია, ხო? მოვსმინეთ ამას და იმის შემდეგ ან განაგრძეთ, ან სხვა პოზიცია ირჩიეთ. რა ხდება ახლა შენ სასიყვარულო სფეროში? რა ცვლილებები? სავარაუდოდ ზუსტად მოხდება შენ სასიყვარულო სფეროში ამ 15 დღის განმავლობაში. ვის გამო მოხდება ეს ცვლილებები? რა თქმა უნდა, თვითონ მეორე პოზიციის გარდა, ხო, აქ უმეტესობისთვის აქტუალური მამაკაც და, მაჩვენეთ ის ვიღაცა, ხო, ვინც იქნება აქ და შედეგი და რჩევას კარგი დავდებ. და რჩევა, თუ როგორ მოიქცეს მის სასიყვარულო სფეროში აქ მეორე პოზიცია. აქ არ მიჩანს ბევრი რაღაცა და ასე დავდებ. კარგი, რა ხდება ახლა მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში? გამრკვევლობა ხდება ახლა აქ. აქ ხდება გამრკვევლობა, აქ არის დაკიდებული სიტუაცია. ვიღაცების შესაძლოა იყოს აქ მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, ან ვიღაცა, მაგრამ გამრკვეული სიტუაცია. სიტუაცია არის დაკიდებული და გამრკვეული და მეორე პოზიცია აქ არის, აი, როგორ იცით, ჩამოკიდებულია და ფიქრობს როგორ იყოს, ან რა გააკეთოს, ან საერთოდ რა არის ეს, ან ვინ არის, ან რა უნდა, ან როგორ ანაირად. აი ეს სიტუაცია, აქ არ არის დინამიკა, არ არის აქტიურობა, აქ არის რაღაც ესეთი სიტუაცია, სადაც აი რაღაცა დაკიდებული ვითარება, ან დაკიდებული სიტუაცია, ან თვითონ მეორე პოზიცია არის ამ ენერგიებში, სადაც აი რაღაცეებზე ფიქრობს, ხო? ფიქრობს რა, როგორ რანაირად. აქ ასევე შესაძლოა იყოს ის პოზიცია, რომ აი რაღაც გვერდიდან აკვირდებით ვიღაცებს, მაგრამ რეალური არავინ არ არის და თქვენც რაღაც ხართ ასე, ხო?
იმ რეჟიმში, რომ აბა დამენახე, აბა შენ ვინა ხარ, თუ რაღაც არ მეტყვი პაროლს, არ შემოგიშვებ ჩემს სიყვარულის სფეროში და რომ აკვირდები ამ ყველაფერს, სკანირებით რო ხარ, ხო? ეს პოზიციაც, ეს ვითარებაც შესაძლოა იყოს აქ. ნუ ერთი სიტყვით არც ისე აქტიური სიტუაცია აქ მეორე პოზიციასთან, ცოტა დაკიდებული გაურკვეველი სიტუაციებით შესაძლოა იყოს აქ. კარგი. რა შეიცვლება? ზუსტად. პაჟი თასების ეს მამაკაცია თუ ეს სიტუაცია? სიტუაცია. თასების რა არის მამაკაცი? სიტუაცია. ნუ, აქ მამაკაცია. ცხრიანი კვერთხები ასეთ სიტუაცია. მაჩამწმე, რომ იყო ამ კონკრეტულ პიროვნებასთან თუ ზოგადად. კი. ვიღაც კონკრეტული პიროვნებასთან იყო რაღაც გაურკვეველი სიტუაცია. ეს არის ის ვიღაცა ვისთანაც ახლა არის. ხო, ვისთანაც ახლა არის გადაუწყვეტელი გაურკვეველი სიტუაცია, ვის გამოც არის ეს ენერგიები მეორე პოზიციის სიყვარულის სფეროში, ზუსტად იმაზე არის აქ საუბარი და ის ცვლილება იქნება და ის ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ ეს პიროვნება გამოჩნდება აქტიურად. ხო, იაქტიურებს თქვენს მიმართ. ეს პიროვნება ასეთი რომანტიულად, ხო, ასე რომანტიულად, ახალი ენერგიებით, ახალი მოტივაციით გამოჩნდება თქვენთან. აი ეს ისტორია არის აქ. კარგი. და რით ჩნდები შენ მეორე პოზიცია? რაღაც გადაწყვეტილებით, რომ გადაჭრას რა რაღაც სიტუაცია, ხო, რომ გადაჭრას მოაგვაროს სიტუაცია თქვენთან დაკავშირებით და შემოიტანოს უფრო მეტი ხალისი და რომ გითხრას, რომ აი არ გვინდა რა ასე, მოდი, აი, აღვნიშნოთ, შევხვდეთ, რაღაცა ჟარგონი მომდის დღეს აზრად და ბუდისტმა რა უნდა თქვა, ვიდვიჟენიოთ და აი რაღაცა ასეთ სიტუაციებია აქ, ხო? და არის რეალური პერსპექტივა აქ ამ მამაკაცთან მეორე პოზიციისთვის. სამწუხაროდ აქ დიდი პერსპექტივის სუნი არ დგას. აქ არის უფრო ისეთი სიტუაცია, რომ როგორც აქამდე მოიქცა, ანალოგიურად შეიძლება მოიქცეს, ან ანალოგიური სიტუაციები შეიძლება დაიტრიალდეს აქ. რამაც შესაძლოა დიდად არ დაგაკმაყოფილოთ თქვენ. მეორე პოზიცია წაერჩია, ხო? კარგი. ამას დავუბრუნდები ამ თემას, იმიტომ რომ აქ არის ყველაფერი, უბრალოდ მინდა გავაგრძელო, რომ ძალიან არ გამეწელოს. კონკრეტულად თვითონ, მამაკაცი, ხო? ეს დამიხედეთ რა, ეს იყო შედეგი კი არა და პერსპექტივაზე ამოვიდა და ეს მამაკაცი. 5-5 თასები, ორივე ერთი კარტია. ნახეთ. ის ვის გამოც ასეთ სიტუაციები კი ბატონო, ეს პიროვნება, ვინც არის აქ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ხო? კონკრეტულად თქვენთვის, ასე რომ ვთქვათ, ვისთვისაც არის მამაკაცი, ვისთვისაც არ არის მამაკაცი, თქვენ გენდერი თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, ხო? აქ უბრალოდ უმეტესობისთვის მამაკაცია და მეც რომ რაღაცნაირად კონცენტრირ და მაგიტო ვამახვილებ ხოლმე ამაზე ყურადღებას, თორე ის არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენს ეს. ეს პიროვნება, ხო? დიდად მნიშვნელოვანი არის მეორე პოზიციის სიყვარულის სფეროში მისთვის და მასთან ბევრი რამ გადაიტანა. ასევე ისეთ სიტუაციებში შეიძლება გადაიტანეთ, რაც იყო ძალიან მტკივნეული თქვენთვის, ხო? შეიძლება აქ იყოს დაშორება და მე ისევ ერთად დაბრუნება, ან დაშორება და მე რაღაც გაურკვევლობები და ცოტა ისეთი, დაიწონოს სიტუაცია, რომ ხან ესე, ჯამში ამის ყველა შეფერილობა იყოს სევდა და იმედების გაცრუება. აი ეს არის ასეთი ვიღაცა, რატო არ არის ვიღაცა ახალი აქ? რა არის ეს? კარგი. ნუ ნახეთ ჩვენ რომ ეს პიროვნება იმიტომ ჩდება, რომ უნდა რომ ეს სიტუაცია რაც არის ახლა თქვენ შორის არ იყოს ასე და უნდა რომ რაღაც ცვლილებები და დინამიკა თქვენ შორის იყოს. და რატო უნდა ეს მაინტერესებს? რატომ უნდა? რატომ? რა არის ახლა? ეს ასე უჭირს მეორე პოზიციის ხო, უჭირს საკმაოდ თქვენს გარეშე და აქ იმიტომ უნდა, რომ თვითონ მისთვისაც გავკველი ეს სიტუაცია, მისთვისაც მტკივნეულია ეს ყველა ისტორია და ის ვითარება, რაც გქონდათ და არის თქვენ შორის და არ უნდა ეს რომ ასე იყოს. სინამდვილეში ემოციები აქვს და მიტო? სინამდვილეში აქვს თქვენს მიმართ უამრავი ემოცია, მაგრამ ამას ძალიან კარგად აკონტროლებს და საერთოდაც შეიძლება მეორე პოზიციამ არც კი იცოდეს, რომ საერთოდ ამ ადამიანს შერჩა რამე გრძნობა მის მიმართ. კარგი. გავაგრძელოთ შედეგი, ხო, ამ ყველაფრის. ხმლების დედოფალი. ხმლების დედოფალი, აქ შედეგი არის ის, რომ საერთოდ მეორე პოზიცია იტყვის, რომ დავანებე რა თავიო და
თუ აღარ იქნება ხვლების დედოფალი. ესე იგი, აქ არის შემდეგი ვითარება. შედეგი თქვენი სასიყვარულო სფეროში ამ დღეებში, ხო? ამ 15 დღის განმავლობაში და უფრო მეტიც ვინც ჩაიფიქრე, იქნება ის, რომ თქვენ იქნებით აქ იმ სიტუაციაში, სადაც თქვენ ირჩევთ. ამ პიროვნებასთან რაღაც ვითარება მინდა, ვენდომე ამას, მივცე შანსი ამას, თუ საერთოდ არა რა. ჟარგონულად ვიტყვი, დავახვევინო. ხო? აი აქ ეს შედეგია. შედეგია ვიყო მე ამ პიროვნებისთვის ხო, всё, ყოფილი და რაღაც, всё. თუ ის რომ რაღაც შანსი მივცე. აქ თქვენ წვეთთ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ეს პიროვნება და გაქვთ შესაძლებლობა არ მიიღოთ, ხო? და ასევე შედეგი აქ არის გადაჭრა რაღაცის, გადაწყვეტილების მიღება. ეს არის აქ თავი შედეგი. შესაძლოა აქ თვითონ მეორე პოზიცია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც შინაგანად აი ამ სიმძიმეს საბოლოოდ მოხსნის. აი ეს არის აქ შედეგი. კარგი, რჩევა მეორე პოზიციას როგორ იმოქმედოს ამ ვითარებაში, ამ სიტუაციაში. ხო, ნუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პოზიციისთვის ამ ვითარებაში, რომ შეინარჩუნოს სიძლიერე, სულიერი ხნეობა, ასე ვთქვათ, სულიერი ხნეობა და სიძლიერე. არ დათანხმდეთ რაღაც სისულელეებს, არ შეხვიდეთ გაურკვევლობებში, სადაც მე ინანებთ, რომ უი რა მინდოდა და რატო შევედი, კარგად დაფიქრდით, პრინციპში მსგავსი რჩევა შემიძლია იყოს, მსგავსი რჩევა რაც პირველ პოზიციასთან იყო, რომ ცივი გონებით იფიქრეთ, კარგად აწონ-დაწონეთ და აქ მნიშვნელოვანი დამატება, აწონ-დაწონეთ, მიაქციეთ ყურადღება იმას თუ რა გაგაბედნიერებთ თქვენ, მოგიტანთ თუ არა ეს თქვენ ნამდვილ ჭეშმარიტ ბედნიერებას, ხო? მომიტანს მე ამ ადამიანთან ისევ ეს სიტუაცია რაღაც ნამდვილ ბედნიერებას, თუ ეს რიგითი რაღაც მისი манипуляცია, თუ ეს რაღაც გაურკვევლობა, ხო? კარგად აი ამაზე დაფიქრდით აქ და ამისთვის საჭიროა რომ საკუთარი თავი აიყვანოთ ხელში, ცოტა ჩაცხრეთ და იფიქროთ. ანალიტიკური გონება ჩართოთ აქ. და ამის მეშვეობით მიიღოთ დასკვნა. აქ არის ასეთი რჩევა. მადლობა მეორე პოზიციას. თქვენი მადლიერება შეგიძლიათ გამოხატოთ ლაიკის სახით, კომენტარის დატოვების სახით. მადლობელი ვიქნები თუ ამას გააკეთებთ. ასევე, ვისაც არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შეგახსენეთ, რომ ამ შაბათს არის ლაივ სტრიმი. ჩვენი არხის იუბილე არის იქნება ამ შაბათს და იქნება ლაივ სტრიმი. საქართველოს დროით 22:00-ზე. ისე რომ არ გამოტოვოთ ეს ამბავი, ყველა ინფორმაცია არის community wheel-ში დაწერილი და ასევე short-ში არის ინფორმაცია ამის შესახებაც. მადლობა და ჩვენ გადავინაცვლოთ ახლა აი ეს მომამზადოთ ეს ამბები. და აღარ დავჭირდება, მაგრამ და მესამე პოზიციას მივესალმები, ვინც ახლა შემოგვერთა, ხო? ნახოთ აბა. რა სიტუაციები იქნება მესამე პოზიციასთან? ვაი. ნახოთ რა ვითარება აქვს ახლა მესამე პოზიციას მის სასიყვარულო სფეროში, ხო? როგორ ენერგიებია, რა სიტუაცია, ეს დაგეხმარებათ, რომ მიხვდეთ თქვენი პოზიცია ეს თუ არა. რა ვითარება, რა სიტუაცია რა ხდება ახლა მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროში. რა ცვლილებები ზუსტად მოხდება, ხო? ამ 15 დღის განმავლობაში, ან იმ დროით, რაც ჩაიფიქრა მესამე პოზიცია, ზუსტად რა ცვლილებებიც მოხდება. პიროვნება, ვინც აქტიურებს მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, ხო? მამაკაც გულისხმობა უმეტესობისთვის მამაკაცია და შედეგი ამ ყველაფრის და რჩევა. როგორ მოიქცეს აქ მესამე პოზიცია. რჩევა. კარგი, დავიწყოთ. ნახოთ, აბა რა ხდება ახლა მესამე პოზიციის სასიყვარულო სფერო არ მოდის. აქ არის ტოტალური გაურკვევლობა და გამყინვარება, აი გამყინვარება. აქ არის გამყინვარება. აბსოლუტური გამყინვარება და ბევრი პესიმისტური აზრები. ბევრი ფიქრები, overthinking-ის სტადია, ბევრი ფიქრი, ბევრი არაობიექტური და სუბიექტური და რეალობიდან გასული ფიქრებით შესაძლოა იყოს აქ, ჩახვეული აზრები,
ასევე კომპლექსები, ზედმეტი საკუთარ თავზე კრიტიკა, საკუთარ ქცევაზე კრიტიკა, რატო აი რაღაც შეიძლება ვიღაცები ხსენებდეს აქ ძველ პარტნიორებთან სიტუაციას ვითარებებს და აი ეს რატო გავაკეთე ასე და ამიტომ ჩემი ბრალია და რაღაცა და პლუს ამასთანავე ისეთი სიტუაცია რომ აი რა გავაკეთო ხელფეხი მაქვს შეკრული როგორ მოვიქცე აი არაფერი არ ხდება რა უბედურებაა ეს ხო აი რაღაც ასეთ სიტუაცია სადაც საერთოდ არ არის ცვლილება არანაირი ცვლილება არ არის აბსოლუტური პაუზა აი ესეთი რაღაც ასეთი ხაზი რო არის და ხმა აი რაღაც ასეთ სიტუაცია არის აქ ოკეი რატომ გამიჩნდა შეკითხვა რატომ არის ასეთი სიტუაცია ასეთი ვითარება მესამე პოზიციასთან რატომ? იმიტომ რომ არ არის ცვლილება? იმიტომ რომ არ არის ცვლილება 3-3 ხო? სამიანი კვერთხები, სამიანი პენტი არ არის ცვლილება, მაგრამ ბუნებრივია რომ ცვლილება არ არის, მაგრამ თქვენს რაღაცნაირად არ შედიხართ კომუნიკაციაში ამ ცვლილებებთან. თქვენს რაღაცნაირად აი უკან იხევთ. აი რაღაც ასეთ შეგრძნება აქვს, რომ თქვენს რაღაცნაირად აი არის შესაძლებლობები, მაგრამ აი ამ ენერგიების გამო თქვენს რაღაცნაირად არ მინდა ასე ვიქნები, ხო? აი ასეთ პოზიციაში ეს გირჩევნიათ მომენტში, ვიდრე რაღაც გამოხვიდეთ ამ ვითარებებიდან და ზუსტად მაგიტოა რომ ეს გრძელდება. კაი, ნახოთ რა ცვლილებები იქნება აქ ზუსტად. ხო? ოკეი. საინტერესო სიტუაციაა. აქ რა ცვლილებები და რაღაც ასეთი უფრო მეტი რაღაც ობიექტურობა, უფრო მეტი გარკვეულობა მოვა. უფრო მეტი გარკვეულობა? ხო, რაღაც აქ უფრო როგორ სიტუაციებია, იცით, ესე დავდებ ამას. აქ უფრო მეტი გარკვევა, აი, ახლა რომ ამ სიტუაციაში ხართ, უფრო მეტად გადაფასება ამ ყველაფრის, რაც გაიარეთ თქვენ სიცოცხლესში და იმის, რომ მოდი ახლა რა, ასე მე არ ვიქნები. მოდი ახლა მე სხვანაირად გადავაფასებ, სხვანაირად შევხედავ სიტუაციას და აქ ცვლილებები რა, აქ არის რაღაც კომუნიკაციები, ხო? აქ არის კომუნიკაციები ან სხვა ადამიანთან, ან სხვა ადამიანებთან, ან სდა ამის, ხო? შეიძლება ეს იყოს რაღაც დეითინგები, ან სოციუმში გასვლა უბრალოდ, ხო? აი რაღაც ესეთი სიტუაციებია, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი მესამე პოზიციისგან. მესამე პოზიციას აქ ჭირდება უძლიერესად ცდილობს რომ შეეჭიდოს ამ სიტუაციას, რომ რაღაც გაუმკლავდეს, გადალახოს ეს სიტუაცია აქ, რაც რეალურად არის მის გონებაში, ხო? რეალობაში ეს თლად ასე რთულად არ არის, როგორც მესამე პოზიციას აქ წარმოუდგენია. მაგრამ მესამე პოზიცია ყუჩაღია და მესამე პოზიცია ცდილობს, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს და ეუბნება თავს, რომ მოდი მე რაღაცა წავალ ჩემს იმიჯს მივხედავ, წავალ ჩემს გარეგნობას მივხედავ, წავალ რაღაც დავრელაქსდები ხო, რაღაცნაირად გადავიტან რაღაცებზე ყურადღებას და ამ სიტუაციასაც მოვშტამბავ. აი რაღაც ასეთი უფრო მეტად თვით განვითარების მომენტი არის თქვენ სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით. კარგი, ნუ ვიცი რომ ეს არაა დამაკმაყოფილებელი, იმიტომ რომ მამაკაცი უნდა მესამე პოზიციას აქვს და ვნახოთ კიდევ ზუსტად რა ცვლილებები იქნება. ნუ აქ იქნება შანსი. აქ იქნება შემოთავაზებები კონკრეტულ პიროვნებიდან, ასევე აქ საკმაოდ აქტუალურიც იქნება მესამე პოზიცია ბევრ ადამიანებთან და არ გამოვრიცხავ რამოდენიმე თაყვანისმცემელი იყოს აქ, მაგრამ იქნება ვიღაცა კონკრეტული, ვინც აქტიურებს და ნუ ვიღაცასთან გექნებათ რაღაც ისეთი მიწერ-მოწერები, რაც იქნება თქვენთვის ამავსებელი და სასიამოვნო. აი ვნახოთ ზუსტად ვინ იქნება ეს, ხო, მამაკაცი, გვაჩვენეთ. ოხ, მზე ეს ასეთი გამოვარდა органი მაგარი კარტი სხრიანი კვერთხები ეს ასეთი ენერგიული მამაკაცი ხო ენერგიული მამაკაცი ლაღი ასეთი ყურადღების ცენტრში მყოფი ძალიან ესეთი ცეცხლოვანი ენერგიით მზის ენერგიით რომელსაც არ არსებობს თვალში არ მოგხვდეს ეს მამაკაცი ეს პიროვნება ეგრევე რაღაც რო შეხედავ ეგრევე ყურადღებას იპყრობს ყველას მოსწონს ყველას უნდა მისი კომპანია ყველას უნდა მასთან საუბარი მიმზიდველი ლამაზი ენერგიული პოზიტიური აი ასეთი პიროვნება არის აქ very cool Okay. და რით ჩდება ეს მამაკაცი აქ მესამე პოზიციასთან რით? მესიჯები, საუბრობები, სტაბილური კომუნიკაცია, სტაბილური მესიჯობები და შეთავაზება, შეხვედრაზე, პაემანზე და ბლა ბლა ბლა, ხო? აქ სტაბილურად კომუნიკაცია. აქ არის რეალურად პერსპექტივა ამ პიროვნებასთან მესამე პოზიციისთვის სასიყვარულო სტაბილური. კი, რვიანი კვერთხები. აქ არის ნებისმიერი რამის პერსპექტივა. გაჩნიათ თქვენ რა მიმართულება გირჩევნიათ და რა ფორმატია თქვენთვის აქტუალური, აქ არის ნებისმიერი პერსპექტივა აქ.
ასე რომ აქ მოსალოცი ამბავი დაიწყო ასე და ნახეთ რა მაგრად მიდის სიტუაცია. შედეგი. მეფე შედეგი. აქ შედეგი აი ასეთ სტაბილურ ვიღაცას პოულობს მისას ყოველ სფეროში მესამე პოზიცია კი შედეგი ამისი არის ის რომ მესამე პოზიციისთვის აქ არის ესეთი პიროვნება ვიზეც იტყვის რომ აი ეს არის ჩემი რჩეული ამ ეტაპისთვის აი ეს არის პიროვნება ვისთანაც მე რაღაც გეგმები მაქვს ხო აი შედეგი არის ეს აქ შედეგი მამაკაცია კარგი რჩევა აი ნახეთ რჩევა და მინდა ეს სამი კარტი გამოვყო იმიტომ რომ რჩევაი ამ სამ კარტს წააგავს რჩევა წარსული ტკივილი წარსული ბრაზი ფრუსტრაცია აგრესია წყენა გავშვით გაანალიზეთ გამოყავით თქვენი ემოციები დაფიქრდით რატომ ხართ გაბრაზებული ვიზე ხართ გაბრაზებული ვიზე გაქვთ დღემდე წყენა რომელ პარტნიორზე რატო რა მოხდა როგორ რანაირად დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები, მაგრამ ობიექტურად, ხო? ობიექტურები უნდა ვიყოთ, რომ გავუწეთ პასუხი ამ ყველაფერს. გასუფთავეთ ეს ყველაფერი, გასუფთავეთ საკუთარი თავი, ხო, რომ აი ეს ენერგიები აღარ იყოს და ამ ახალ პარტნიორს შეეგებოთ სუფთა ფურცლიდან, ხო, ახლებურად. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი. აღარანაირი ტკენა, აღარანაირი ბრაზი, გავუშვით ეს ყველაფერი, იმიტომ ეს ყველაფერი, რას იწვევს? გაპაუზებთ და ხართ ასე დაკიდებული აი ამ სიტუაციაში, ხო? ჭაობში რო იქნები ადამიანი რაღაც ეს ასეა და ამიტომ გაუშვით და მოისუნთქავთ. ეს არის აქ რჩევა. არა ჩვეულებრივი რჩევა, არა ჩვეულებრივი გაშლა გამოვიდა სამივე პოზიციას, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა მესამე პოზიციას ყველას გისურვებთ წარმატებებს და თქვენი სიხარული, მადლიერება შეგიძლიათ გამოხატოთ ლაიქის დაწერით ან კომენტარის დატოვებით, ხო? და ასევე ვისაც არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. ბევრი საინტერესო ამბები არის აქ. ასევე ამ შაბათს იქნება ჩვენი არხის იუბილე და შესაბამისად ვაწყობ live streams კითხვა-პასუხით, სადაც ყველას შეიძლება დასვას შეკითხვა და მე გავცემ მას პასუხს live რეჟიმის ფორმატში, ხო? ასე რომ გეპატიჟებით, არ გამოტოვოთ. იშვიათად ვაწყობ ხოლმე მსგავს ამბებს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთია ენერგეტიკულად დამღლელია, მაგრამ ჩემი გამომწერებისთვის ეს მე მიყირს, ხო? თან არხის იუბილეა ბოლო-ბოლო ხომ დავუნიშნოთ. ასე რომ გელოდებით წარმატებები ყველას და დროებით.